ქვეყანაში დღითი დღე ძლიერდება რუსული ყაიდის რეჟიმი თავისი რეპრესიებით, როგორც გვაჩვენა ასევე გუშინდელ დღემ და ეს არალეგალური დაკავება ერთი კიდევ პოლიტიკური ლიდერის ნიკა მელიასი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთობლივად ვგმობთ, ასევე გატაცება სხვა ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტის, რომელიც არნახული მეთოდი არის ცივილიზებული ქვეყნისთვის და ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისი მხრიდან თუნდაც ამ გაძლიერებული რეპრესიებით თვითონ ქართული ოცნება და არალეგიტიმური მთავრობა ძალიან სუსტდებიან ყოველ დღე, იმით რომ ადამიანები არიან გასული ამ წლიდან და ნელ-ნელა ეს წრე ვიწროვდება და ვიწროვდება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს პარალელური ორი მიმართულება, ერთი რეპრესიების ყოველდღიურად გაძლიერება და მეორე დასუსტება რეჟიმის. ჩვენ ამ დროს ვაგრძელებთ ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, მჭიდრო ურთიერთობას. დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით, შევხვდი სენატორ დეინს, ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, რომელიც კავკასიაში არის ჩამოსული, იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე თბილისში, სადაც ჩვენ შეგხვდა ოპოზიციას მხოლოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოისმინა სწორედ აქაური არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარმოუდგინეთ, არამედ ასევე სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკიდან ძალიან დიდ ყურადღებას. ჩვენ ასევე მიმართეთ ერთობლივად და ეს წერილი იქნება გაზიარებული თქვენთვის, მიმართეთ ვაიმარის სამივე ლიდერს, რომელმაც მოულოცეს საქართველოს ხალხს 26 მაისი და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და ჩვენ მათ მიმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომელიც მოითხოვს დღეს და დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორების და უფრო აქტიურ და ეფექტურ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკას და ჩვენ ასევე გაუმეორეთ, ცხადი არის ის მთავარი ჩვენი ორი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი, ეს არის პოლიტიკური პატიმრების და კიდევ უფრო აქტუალური დაუყოვნებლივ განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა თავისი ცხადი არის პირობებით, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც ეს ქვეყანა მოითხოვს და მოითხოვს ასევე ამ ქვეყნის სტაბილურობას. სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველა პარტნიორს აინტერესებს და რომელიცთვისაც ჩვენ მოვითხოვთ და იმედი გვაქვს, რომ გვექნება პირდაპირი მათი მხარდაჭერა.